კატეგორიულად არ ვითანხმები მოგებრავდებას მთელი ყოფნის განმავლობაში საკმაოდ გვიან მივედი უკვე 30 თემდებოდა აქციაზე და არც ერთი მოწოდება არ გამიგია. ერთადერთი გასაუბრება მქონდა პოლიციელთან, რომელიც მიათრევდა გულწასულ ადამიანს, აი გზაში იკეცებოდა ეს ადამიანი და თხოვდი, უბრალოდ მემუდარებოდი, რომ არ წაიყვანა ეს ადამიანი და ისა როგორი არ დაეკავებინა, იმიტომ რომ აი ესეთ მდგომარეობაში იყო და ვცდილობდი ამეცნა, რომ მისთვისაც უდი იქნებოდა თითოეულში ჩააყდებოდა ეს ადამიანი და ამ დროს მიათრევდა ვიღაც გულწასულ ბიჭს ეს ადამიანი, ოღონდ არც გზაზე გადავყოფები ვარ ამ პოლიციელს და აი ეს უკნიდან მიყოლოდი და აი თხოვნით შემოვიფარგლებოდი, საერთოდ ფიზიკურადაც არ შევხები ვარ და მაგ დროს უკნიდან გავიგე რაღაც გინება და მომხვდა რაღაც საგანი სავარაუდო და თელკეტი იყო ან რაღაც და მეც გამიყენეს იმ ბიჭის გზას ვისაც ვთხოვდი რომ არ დაეკავებინა. ეს იყო სრული ჯოჯოხეთი. სამართალდამცავების ეგრეთ წოდებული სამართალდამცავების მიერ მოწყობილი სრული ჯოჯოხეთი აქციის მონაწილეების მიმართ. ეს იყო ის ღამე, როდესაც წითლებით სახეში და თქვენ ნახავთ ამ კადრებს, ზუსტად ეს კადრები გვაქვს წარმოდგენილი და გიორგისთანაც კავშირშია და ამისთვის დამკითხავთ მოწეს და დავადასტურებთ. ეს იყო ღამე, როდესაც სახეში თავში ცემით აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ნახირებივით ჩაყარეს ტრანსპორტში გაურკვეველი მიმართულებით მე პირადად გიორგი ვერ აღმოვაჩინე სად იყო 8 საათის განმავლობაში.